ნუ ანუ როგორ რაღაცა ხალხო იცით რომ ნუ პირველ რიგში მარველის მაყურებელი უნდა იყოთ და თელი სტორილაინი უნდა იცოდეთ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი ძალიან მოკლედ რომ დარბაზი ცარიელი იყო როგორც მარველის ფილმებზე როგორც ხდება ხოლმე და სამწუხაროა რომ აქ ფანები ძალიან ცოტანი არიან და ცარიელ დარბაზში გადის ყველაზე მაგარი ფილმები ხოლმე რა და ეს უნდა ნახოთ აუცილებლად IMAX-ში შეიგრძნობა ფილმის საერთოდ სხვანაირად. ეს ეხლა მაგალითად ლეპტოპში როდესაც გამოვა ნათარგმნი საიტებზე და დაიდება ლეპტოპში რომ უყურებ არაფერი არ იქნება, მაგრამ აი IMAX-ში შეიგრძნობა თლიანი შემოქმედება. შემიძლია ვთქვა რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მინახავს. ეს არ იყო ვერც ვერაფერს შევადარებ. ეს იყო მარველის მეორე ახლიდან დაბადება რა. ანუ სრული სიგიჟე ანუ ესე იგი იქ გამოიყვანეს პერსონაჟი, შექმნეს ახალი სუპერგმირი ვიღაცა ბობი და ფილმს უყურებ და საერთოდ რა აი რადიკალური გარდატეხა იყო, უცებ ეს ბობი გაშავდა და რაღაცა სასწაულები აკეთა. იმაზე კი არა ხა მარველში ჩვენ თვალებიდან ლაზერების გამოშვებები და რაღაცები არ გვიკვირს. პირველი რაც ესე იგი გამიჩნდა თავში იდეად ერთი სიტყვის სიურეალიზმი. აი რაღაცა აი ბოლომდე ამ სიტყვის მნიშვნელობა ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ აი სიურეალიზმი. აი ესეთი აზრი გამიჩნდა ჩემს გონებაში, იმიტომ რომ ეს უკვე იყო სიურეალიზმი. ეს იყო სრულიად ანუ გარდატეხა ანუ მარველში ახლიდან დაბადება და სრული სიგიჟე ეს რა ვნახე. ასე იგი ეს იყო შემოქმედება. თუ ეს IMAX-ში არ ნახე, ისე ვერ გაიგებ. რა თქმა უნდა, წინა ფილმები ნანახი უნდა გქონდეს და უნდა ხვდებოდე რა ხდება. ძალიან გრძნობიარე ფილმი იყო. იყო საუკეთესო ორთაბრძოლები და ესე იგი საუკეთესო ორთაბრძოლები იყო და დიალოგებიც ძალიან კარგი იყო. ვიღაცისთვის ეს იქნებოდა გაწელილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვიცით წინა ფილმებში რა მოხდა, აქედან გამომდინარე ეს წყნარი ჩუმი დიალოგები იმ ბრძოლებზე მეტად მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად არის IMAX-ში და 70% ვერ გავიგე, მაგრამ ქართულად ვნახავ მე კიდე საიტზე მერე და გავიგე, მაგრამ ძალიან რაც გავიგე, აი ძალიან გრძნობიარე ფილმი იყო, ძალიან მაგარი ფილმი იყო. და ნუ არ ვიცი ხა ამას რომ ახალი შურისმაძიებლები ესე თქო დაემატნენ, თორე ამას რომ ესე იგი ისინი ამას რომ ესე იგი რეალური შურისმაძიებლები და მთელი რა სამახებით ისინი მიემატებიან, არ ვიცი რა იქნება რა.